მექსიკის მიერ კუბისთვის გაგზავნილი საკვები უკვე მაღაზიების დახლებზე გამოჩნდა. პრიორიტეტი ენიჭებათ ოჯახებს, სადაც ბავშვები არიან. გილერმო ბერტრანი თავად ვერ მივიდა მაღაზიაში, თუმცა ამანათი მას ჰავანის ერთ-ერთ უბანში სახლში მიუტანეს. მან უფასოდ მიიღო 2 დიდი პაკეტი, რომელშიც 1 კილოგრამი ბრინჯი, ლობიო, 3 კილოგრამი ამარანტი და 2 კილოგრამი ორცხობილა, ასევე ზეთის 1 ბოთლი, სარდინების 2 დიდი ქილა და ატმის კონსერვი იყო. პროდუქტის ეტიკეტზე კი ეწერა დამზადებულია მექსიკაში. ეს ჩემთვის და ჩემი ქალიშვილებისთვის უდიდესი სიხარულია. სიმართლე ისაა, რომ ურთულეს მდგომარეობაში ვიყავით. როდესაც ჩემმა კოლეგამ დამირეკა და მითხრა, რომ მივსულიყავი და მექსიკიდან ჩამოსული დახმარების პაკეტი ამეღო, ძალიან გამიხარდა. განაუკეთ გრძნობ თავს. უბრალოდ ძალიან მადლიერი ვარ. კუბის მთავრობამ განაცხადა, რომ მექსიკის დახმარება დაურიგდება მიამბეკეს, არტემისისა და ჰავანის პროვინციაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. პროდუქტები ნაწილდება ეგრეთ წოდებულ ბოდეგებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცალო მაღაზიებში, რომლებიც კუბელებს ძირითადი საქონლით ამარაგებენ. მოქალაქეები აქ პროდუქტს სპეციალური ტალონებით იღებენ. ეს მარტო ხელა მამა, რომელსაც 2 ქალიშვილი ყავს, იმ ასობით ადამიანს შორისაა, რომლებმაც კუნძულზე ამერიკის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების შემდეგ მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შაინბაუმის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს. რაც დონალდ ტრამპმა გააკეთა, აღმაშფოთებელია. მთელი ღამე არ გვქონდა ელექტროენერგია. ძვლის ჩართეს, თუმცა დილივ კიდევ გათიშეს. ეს არაადამიანურია. ადრე თუ გვიან ისინი დაფიქრდებიან თავიანთ საქციელზე. დედამიწაზე ხომ დროებით მოვდივართ. უკვდავი არავინ არის. მექსიკის საზღვაო ძალების 2 ხომალდი, რომლებსაც საკვები და ჰიგიენური პროდუქტები გადაჰქონდა, ჰავანის პორტში გასულ კვირას შევიდა. 2 კვირის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ სანქციებს დაუწესებდა ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც კუბას ნავთობს მიაწვდიდა, რამაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად გააუარესა ისედაც რთული ეკონომიკური და ენერგო კრიზისი. კუბა დიდწილად იყო დამოკიდებული ვენესუელის ნავთობზე. მიწოდება მას შემდეგ შეწყდა, რაც შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ ამერიკული ქვეყნის პრეზიდენტი დააკავა. ვინაიდან კუბა საჭირო საწვავის მხოლოდ 40%-ს აწარმოებს, ის კვლავ დაუცველია გარე ბლოკადების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერმა მოკავშირეებმა რუსეთმა და ჩინეთმა დაგმეს